ელექტრონების ამ რეკლი დამცავი ფარის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა გაჩენის მექანიზმის ახსნა ვერ ხერხდებოდა და მეცნიერები მისი ხელოვნური წარმომავლობის შესახებაც კი ფიქრობდნენ. ელექტრომაგნიტური რადიოგადამცემები დედამიწის ზედაპირიდან. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კიდევ ერთი მოვლენა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტის მიმდებარე სივრცის კოსმოსურ ამინდთან არის დაკავშირებული. ელექტრონების წვიმა, რომლის შემადგენელი ელექტრონები ლამის სინათლის სიჩქარით დაქრიან. ამან კი შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს ხელოვნურ თანამგზავრებზე, ასტრონავტებზე და მაღალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზეც კი. მოვლენა კოსმოსური ამინდის პროგნოზირების არსებულ მოდელებში შევა. ელექტრონების წვიმების ფორმირების ახალი მექანიზმის აღმოჩენა მიკროთანამგზავრების ელფინის წყვილის მიერ გადმოცემულ მონაცემებზე დაგნობით მოხერხდა. ამ თანამგზავრების გადამწოდების, ანუ სენსორის ნაკრებით, ელექტრონების წვიმის აღმოჩენა და მისი პარამეტრების დადგენაა შესაძლებელი. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ახლო კოსმოსური სივრცე და პლანეტის ატმოსფერო სრულიად განსხვავებული რამაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ორი ნაწილი განუყოფლად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამ ყველაფერში კარგად გარკვევა დიდ სარგებელს მოუტას კოსმოსურ, ავიაციას, ტელეკომუნიკაციას და სხვა მრავალ დარგს. ადამიანზე ზემოქმედების გარდა, როგორ მოქმედებს კოსმოსური ამინდი ელექტრონულ მოწყობილობებზე. დღეს მარტივად შეგვიძლია გავიგოთ, როგორ მოქმედებს კოსმოსური ამინდი ელექტრონულ მოწყობილობებზე, განსაკუთრებით კი GPS ნავიგატორებსა და თანამგზავრულ ხელსაწყოებზე, რომლებიც ღია კოსმოსში დედამიწის ორბიტაზე განთავსებულია და მათ ჩვენი პლანეტის ატმოსფერო არ იცავს. 1989 წლის 13-14 მარტის გეომაგნიტური ქარიშხალი კანადაში, კვებეკის მოვლენის სახელით შევიდა ისტორიაში. დედამიწის მაგნიტური ველის შიგნით შემოღწეული დამუხტული ნაწილაკების ნაკადებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელების დამცავების ამუშავება გამოიწვია. კანადის ნაწილი 9 საათის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების გარეშე იყო დარჩენილი. დიდმა ეკონომიკურმა ზარალმა კომპანიები აიძულა მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედების შემარბილებელი საშუალებები შეექმნათ. 2015 წლის 4 სექტემბერს მთელ სამხრეთ ნაწილში რადარებიდან გაქრა თვითმფრინავები, სასწრაფოდ დასვეს სხვები, ყველა ფრენა გადაიდო. ახლა რკინიგზით მოსარგებლე ბევრი კომპანია, ელექტროსადგურების, მისადენებისა და ნავთობსადენების მაკონტროლებელი კომპანიები მაგნიტური ქარიშხლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ. სხვათა შორის ძვირადღირებული კოსმოსური მისიებით მიღებული ყველა მონაცემი ღია დაინტერესებული მხარეებისთვის, ESA-სა და NASA-ს ვებგვერდებზე. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.